დილამშვიდობისა დღეს 8 აპრილია სამშაბათი თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ მადლობა რომ გვიყურებთ და გვისმენთ დილამშვიდობისა ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ და შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ რაშიც დაგვეხმარებია ბუნებრივია ჩვენი სტუდიის სტუმრები დღეს გაგაცნობდეთ გადაცემის სანოს პირველ რიგში ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 8 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას და მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს, სირმიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ბათუს და ვერკი ხუცესებს, არპილე მონაზონს, ასევე აბიბოს, აგნის, რეასეს, ისკოის, შილას, ანას, ალას, ლარისას, გაათას, დუკლიდას და სხვებს, ღირს მალქოს ასურს, ღირს ბასილე ახალს, ღირს თეოფილეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას ანონს წარმოგიდგენთ მზადება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისთვის და აღდგომის დღესასწაულის არსი სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი მოძღვართან ერთად შემოგვეერთდება საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის შესახებ გიამბობთ სტუმართან ერთად. სკოლის ხელმძღვანელი ნონა მახათაძე გუნდის წევრებთან ერთად გვეწვევა და შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ მათ მიერ შესრულებული საგალობელი, ასევე ქალაქური სიმღერა. დემზადებით მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისთვის და ამჯერად ჩვენ სიუჟეტში გიამბობთ პრაქტიკულ რჩევებზე, თუ როგორ გავახაროთ ჯეჯილი, რომელიც აღდგომოს უფრის ერთ-ერთი ნაწილია, ასევე ვნახავთ ვიდეო კოლაჟ თუ როგორი აღდგომა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში. გადაცემის დასწრით ნაწილში შემოგვერთდებიან პიანისტი, პედაგოგი, გზა მომავალ თაობას დამაარსებელი, პრეზიდენტი მერაბ ებრალიძე და მისი სტუდენტი ლუჩიანო პანატო, რომელმაც ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა პიანისტ და მეორე საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა პრემია და ლაურეატის წოდება. და როგორი ამინდი გველოდება, ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და დავუბრუნდებით უკვე მამა კახაბერთან ერთად შემოგვერთდება მოძღვარი.
ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა კახაბერ, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მერთმა დაგლოცოთ, პირიქით მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. აიხარეთ. მამა კახაბერ, ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ აღდგომის დღესასწაულის არსზე, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის ცენტრალური მოვლენა სამყაროში და ჩვენი მთავარი დღესასწაული და განსაკუთრებულია, რა თქმა უნდა, სამზადისიც. აქვე მოგილოცავთ, რა თქმა უნდა, გუშინდელ ხარების დღესასწაულს, რომელიც არის დასაბამი, ხო, ყველა დღესასწაულისა და სიხარულისა, იმედის დღესასწაული და აი ამ დარჩენილ პერიოდზე რომ გვესაუბროთ ჯერ, აი ბზობა გვიახლოვდება, მანამდე ლაზარეს შაბათი და შემდგომ უკვე ძალიან რთული პერიოდი, ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში და მძიმე პერიოდი, ვნების შვიდეული, რომელიც დაგვირგვინდება აღდგომის ბრწყინვალე აღდგომით. თქვენის ნებართვით ცოტა გასულ დღეებზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვისაუბროთ აღდგომისთვის, როგორ ვემზადებით და არ გავიხსენოთ ის, რა გავიარეთ, გულისხმობ ამ გავლაში დიდმარხვის რაღაცა გარკვეულ დღეებს, თუ როგორ აქვს ეს წმინდა ეკლესიას დალაგებული, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი და ამიტომაც მე გადავწყვიტე დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ასეთი თანმიმდევრობით მოვუყვე აღდგომისთვის როგორ უნდა მოვემზადოთ, რომ როგორ აქვს ეკლესიას დალაგებული, როგორი პედაგოგიკა, როგორ შეიძლება აღზარდოს ადამიანი სულიერად იმ ლიტურგიკულმა მსახურებამ, იმ თქვათ წყობამ კალენდრულმა, თუ როგორ გადაანაწილა წმინდა ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და გარკვეული დღესასწაულები ძალიან გვიან არის. მაგალითისთვის ახლა მართლმადიდებლობის ზეიმი რომ აღინიშნება პირველ კვირას, ეს რაღაცას მე-9 საუკუნეში დაწესებული დღესასწაულია, იქამდე რა ეკლესია არ ზრუნავდა და არ იჩენდა რაღაცა აღზრდელობით, ესე იგი მოღვაწეობას არ ახორციელებდა თავისი მრევლის მიმართ, როგორ არა, მაგრამ აი ახლა დღევანდელ დღეს როგორც გვაქვს, როგორ დაალაგა ეს ყველაფერი ეკლესიამ, თქვენის ნებართვით სიამოვნებით მოვყვები ამას. პირველ რიგში ის არის, რომ მარხვა დაწესდა იმისთვის, რომ ადამიანმა იცნოს საკუთარი თავი. აი, უნდა დაინახოს მან ადამიანმა, აუცილებლად უნდა დაინახოს საკუთარი თავი და ეს არის მარხვის მიზანი. იმიტომ რომ ხშირად ჩვენთვის გაუგებარია რატომ მარხულობთ. და წერს პირდაპირ კიდეც ისაია წინასწარმეტყველი თავის წიგნში არ იცით რატომ მარხულობთ და მერე რაღაცა ჩამოთვლის აქციელებს, რომელიც აქციელიც არ შეესაბამება მარხვას სინამდვილეში და სხვა რამეს ითხოვს უფალი ჩვენგან ამ მარხვის გამო. საკუთარი თავის შეცნობა არის მარხვა. ამისთვისაც პირველ კვირაში, რომელიც საკმაოდ მძიმე კვირად იწოდება ისევე როგორც ბოლო კვირა, მინდა გითხრათ, იკითხება კრიტელის კანონი. ამ კრიტელის კანონი დარწმუნებული ვარ, აქ ბევრჯერ გაჟღერდებოდა და შეიძლება მამებმა განმარტებაც კი გააკეთეს თქვენი გადაცემის საშუალებით, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი. საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კრიტელს აქვს დაწერილი პატარა ჩათვალეთ ესე ტროპრები, პატარა ესეთი შედგენილია რაღაც როგორც ძლისპირები ესე საკითხავი. ამ პატარა ტროპრებში გადმოცემულია შინაარსი სამყაროს შექმნიდან, ადამიანის დაცემიდან, აი ადამიანის ისტორია როგორ დაეცა, მერე კაენი და აბელი და მოდის მოყვება და ვიდრე აგერ მარიამ მეგვიპტელამდე ამ ისტორიას გვიყვება, როგორია ადამიანის სულიერი მდგომარეობა და როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი დაინახოს, იმიტომ რომ ბიბლიას აქვს ერთი უნიკალური თვისება და ბიბლიური ისტორიებია, როგორც ეს მოგახსენეთ უკვე კრიტელის მიერ შედგენილი კანონი, რომ ის არ მალავს არანაირად მანკიერ მხარეებს. ბიბლიაში არ არის მხოლოდ რაღაცა წმინდანების შესახებ ლაპარაკი, რომლებმაც, ესე იგი, უშეცდომოდ გამლეს ცხოვრება. ყველა შეცდომა აღწერილია აბსოლუტურად, მათ შორის ისეთი დიდი წმინდანებისა, როგორიც არიან ჩვენთვის აი ესეთი პატივცემული პატრიარქები, ძველი აღთქმისა, წინასწარმეტყველები, რომლებსაც შეეშალათ მარტო დავით მეფსალმუნის ისტორია რა დღირს, რომ არაფერი დამალული არ არის. ამიტომაც შენ გთავაზობს პირდაპირ კრიტელის კანონის ეს კითხვა, რომ იპოვოს საკუთარი თავი. მაგრამ თუ მართლა აღმოჩნდება, რომ ადამიანი საკუთარ თავს იპოვის, ეს ისეთი ზღვარია, სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდეს, ამისთვის არსებობს მართლმადიდებლობის ზეიმი. პირველივე კვირას, იმიტომ რომ მართლა რეალურად ასე არის. შეიძლება არ ფიქრობდეს ადამიანი
საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე და ეს იყოს რაღაცა უკიდურესი მემარჯვენეობა, მოკლედ მოწდით ესე დავარქვათ, და თუ მან რეალურად დაინახა რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, შეიძლება ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. ამიტომ ძალიან ძნელია ამ შუახაზის დაჭერა. ამიტომაც ეკლესია გაამხნევებს მორწმუნეს, რომ თუ კი მართლა იპოვე შენი თავი, ნუ გეშინია, მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება. ეს არის ის სარწმუნოება, რომელსაც შენი გადარჩენა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ხარ. და აი ესეთი გახლავთ ეს პირველი კვირა. შემდგომი კვირა არის გრიგოლ პალამას ხსენება და პალამას სწავლება იყო ისიხაზმის შესახებ. ეს არის განსაკუთრებული მოღვაწეობა, როდესაც ადამიანმა უნდა ისწავლოს ლოცვა. ოღონდ ჩვენ უნდა განვასხვაოთ, აი ჩვენ მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ რა არის გამართულად ტექსტის კითხვა და რა არის ლოცვა. ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, მინდა გითხრათ, იმიტომ კავშირში შეიძლება იმდენად არის, რომ ლოცვის ტექსტს კითხულობ, მაგრამ ლოცვის ტექსტის კითხვა არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ლოცვა ისწავლე. ეს არის ერთგვარი ქრესტომათია, შეიძლება ითქვას, წმინდა მამების მიერ დაწერილი ლოცვები, გახლავთ ერთგვარი ქრესტომათია, რომლითაც ჩვენ ნამდვილი ლოცვა უნდა, ჩვენმა სულმა უნდა ისწავლოს ლოცვა. ამიტომაც მთელი ეს იქ ძალიან ბევრი ტრაქტატებია და დაწერილი აქვს, განმარტებები აქვს გრიგოლ პალამას იქ რაღაცა დავაიყო საღვთო ნათლის ხილვის შესახებ და ამებს ახლა არ დაუბრუნდები, არ ჩავუბრალდ ერთ მარტივ ფორმულირებას ვიტყვი, რომელიც შეიძლება გამოადგეს თითოეულ ჩვენგანს, პირადად ჩვენ და ჩვენს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს, რომ იცი თუ არა ლოცვა. ასე უნდა შეამოწმოს მან საკუთარი თავი. თუ კი ჯერ კიდევ სხვის ცოდვებზე ლაპარაკობ, ესე იგი ცოდვა არ გისწავლი, ლოცვა არ გისწავლი. იმიტომ რომ შენ თუ საკუთარი თავი დაგინახავს, მაშინ სხვის ცოდვებზე ნამდვილად არ გექნება არც დრო ლაპარაკისა, არც განწყობა და არც სურვილი, იმიტომ რომ თუ კი საკუთარ თავს ხედავ, ესეთი რამ არ ხდება და აი მაშინ იწყება ნამდვილი ლოცვა, იმიტომ რომ სანამ ადამიანი მოდი ესე ვთქვათ, არ ჩავარდება რაღაცა ჭაში, ჯურღმულში, იქამდე ყვირილს ხო არ იწყებს, კაცო, დადის შეიძლება მშვიდ, მაგრამ თუ კი ჩავარდა იქ და ხედავს, რომ ამოსასვლელი გზა არ არსებობს და შველა სჭირდება, მაშინ იწყებს სწორედ მოხმობას, რომ დამეხმარეთ ვინმე გამოვლენს ხმა გააგონოს. სწორედ ასეთია მდგომარეობა. თუ კი დაინახავს ის საკუთარ სულს, სხვაზე არ ელაპარაკებს და ნამდვილ ლოცვას მაშინ დაიწყებს და ეს ლოცვა იქნება ისეთი ამოძახილი, როგორ ამოძახილსაც ესეთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანი ნამდვილად ლოცვა გვასწავლის ლოცვას, ხო? დიახ, ნამდვილად ასე არის. ეს არის ნამდვილი ლოცვა. შემდეგი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. მესამე კვირა გახლავთ ეს დიდმარხვისა და მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ ეს კვირეები ალბათ განმარტეს ამებმა, მაგრამ მოკლედ თუ შეიძლება თქვენი ძალიან კარგია რომ გვახსენებ კიდევ ერთხელ. ამის შეხსენების გარეშე შეუძლებელია აღდგომამდე მივიდეს ადამიანი, ანუ მის მზადებაზე თქვას ნამდვილად რა სჭირდება ადამიანს, როგორ უნდა მოემზადოს. რა არის ჯვრის თაყვანისცემა? ესე იგი წარმოვიდგინეთ, რომ ჯვარცმა არის გამობრძანებული, დაბრძანებულია ტაძარში და შემსვლელ გამომსვლელი, მიდის ამ ჯვარცმასთან. ისედაც ჯვრის თაყვანისცემა ყველა ტაძარში ჯვარი არის აღმართული და თუ კი არ იცის ადამიანმა ისტორია, ელემენტარულად უნდა დაინტერესდეს. მაშინ ადამიანობამ უნდა გაიღვიძოს, რომ აი ვიღაც კაცი, რომელსაც არ ვიცნობ და არ გამიგია მის შესახებ არაფერი, მიჭედებული არის ასე ხეზე. აი მიზეზმა ხო უნდა დამაინტერესოს, რატომ, რისთვის, ვინ მიაჭრა. თუ კი არ იცის მან ამ ისტორიის შესახებ არაფერი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძველ აღთქმაში, როდესაც იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვის წესი, ესეც ერთგვარად გამოღვიძება იყო შენში ადამიანობისა. სხვა მეტი კი არაფერს არ ემსახურებოდა. თქვენ ფიქრობთ, რომ გულისხმობ საზოგადოება შეიძლება ფიქრობდა კიდეც, რომ ღმერთს ესაჭიროება ეს სისხლიანი მსხვერპლი და რაღაცა ამ ცხრის დაკლით თუ ხარის დაკლით რაღაცა ღმერთი კმაყოფილი ხდებოდა. არა, აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანი შესწოდავდა და მის ნაცვლად ეს უდანაშაულო ცხარი უნდა დაკლულიყო, სულ ცოტა ადამიანობას უნდა გაეღვიძა მასში. და ეთქვა, რომ კაცო მე დავაშავე, ამას რატომ კლავთ? და თუ კი არ იცის ადამიანმა უნდა გამოიძიოს, ადამიანურმა გაიღვიძოს მასში და თქვას, რომ რატომ არის ეს კაცი აქ მიჭედებული, რატომ არის ნაწამები და თუ კი იცის ეს ისტორია, მაშინ ჩვენ რო ვლაპარაკობდით, რომ უნდა ვისწავლოთ ლოცვა, ერთია რომ ვისწავლოთ ლოცვა, მაგრამ მეორეა რომ რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან. აი ხა ჯვარცმასთან დამდგარი ადამიანი, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ითხოვდეს? რომელმაც გაიაზრა მთელი ისტორია, რომ სრულიად უდანაშაულო, მას რომ არაფერი ჩაუდენია
და ჩვენთვის, ჩვენი გამოხსნისათვის ჯვარზეა მიჭედებული და მე შეიძლება დავდგე მასთან და რა ვთქვა, რომ კარიერაში მჭირდება წინსვლა? თუ რაღაცა ტკივილი მაქვს ახლა მე ისეთი, რომელიც გადატანაც ძნელია და ვეუბნები ამას ის ჯვარცმულს, რომლის ტკივილიც განუზომლად დიდია, ვიდრე ჩემი ტკივილი. თუ სულიერად, იმიტომ რომ ის ზუსტად სულიერად ხედავდა ამ ადამიანების მდგომარეობას, მისი ჯალათების მდგომარეობას. შესაბამისად, განუზომლად დიდი იყო მისი სულიერი ტკივილი. როგორ შეიძლება რომელიმე ადამიანის სულიერი ტკივილი შეედრებოდეს ამას? როგორ შეიძლება ფიზიკურად შეედარო იმ ტკივილს, რაც მან განიცადა ჯვარცმამდე და ჯვარცმის დროს? ამიტომაც რაზე შეიძლება ვთქვათ ლოცულობდეს ადამიანი და რა კონდეს განწყობა? ანუ ერთი არის რომ ვთქვათ დავინახე თავი და ეხლა ვიცი რომ ლოცვაა საჭირო. რომელი ლოცვა არის ამ შემთხვევაში უპირატესი? ეს არის მადლიერების გამოხატულება. მადლიერება იმისთვის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა და ლოცვა, რომელიც შეიძლება აღმოხდეს. იქ ჯვართან მდგომი საკუთარი თავი დანახული მადლობის შემდგომ რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ეს არ გვესმის და არ გამოგდის ხომ ადამიანი. ხო და აი ამიტომაც დავიწყე ჩვენი საუბარი ამით და კვლავ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ აი ეს ნამდვილი პედაგოგიკაა, რომელიც ეკლესიამ აი ესე გათვალა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ეს რომ ეს მარხვა ჩვენთვის არ ყოფილიყო უბრალოდ რაღაცა კალენდრულად დადგენილი დღეები, რომელსაც სიღრმისეულად ჩვენ ასე არ ვიაზრებთ და თუ არ გავიაზრებთ ამას ესე შეუძლებელია აღდგომის დღესასწაულის შეხვედრა იმ სულიერი განწყობით, რომლითაც უნდა ხვდებოდეს ამას ნამდვილად ქრისტიანი. არაფერი შეხვდები, გაგიხარდება, ალბათ კვერცხს დააჭახუნებ და ამით დამთავრდება შენი აღდგომო სიხარული, რომელიც ასე არ უნდა ხდებოდეს. კვლავ დაუბრუნდეთ მეოთხე კვირა გახლავთ იოანე სინელი, კიბის აღმწერელი, კლემაქსი, ასეც შეიძლება გაიგონოთ მისი სახელი, რომელმაც აღწერა სათნოების 30 საფეხური. და მე მრევლს ყოველთვის ვთხოვ ხოლმე, რომ შეიძლება თავიდან ბოლომდე ვერ მოასწრონ ამ კვირაში, როდესაც იოანე სინელის კვირა ამ წიგნის გადაკითხვა, თუმცა კი მარხვის განმავლობაში რომ კითხულობდნენ, ძალიან სასარგებლო იქნება და ვეუბნები რომ იმ კვირაში ერთი თავი მაინც, თუნდაც აი მეხუთე თავი სინანულს ეძღვნება და ერთი თავი მაინც წაიკითხონ. ეს არის ის სულიერი საფეხურები, რომელსაც უნდა გადიოდეს ადამიანი თავის ცხოვრებაში. ეს არ გეგონოთ მხოლოდ ბერებისთვის და ასკეტებისთვის და სადღაცას გამოქვაბულში შეკეტილი ადამიანებისთვის არის დაწერილი, ერისკაცსაც ძალიან კარგად გამოადგება, თუმცა კი იქ შეიძლება ისეთ რამეზე იყოს დაწერილი ამ ქვეყნიდან როგორ უნდა გულისხმობ, მიატოვოს ეს სოფელი და სადღაც უდაბნოში გავიდეს, მაგრამ არანაირად ესე იგი ჩვენ არ მოუწოდებთ ახლა ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს უდაბნოში წასვლისას და ოჯახის პასუხისმგებლობაზე უარისთქმას, მაგრამ რაღაცა სულიერი უდაბნო ნამდვილად უნდა მოიწყოს მან, თუნდაც ამ დიდ მარხვაში. ერში, რა თქმა უნდა, ეს სულიერი უდაბნო არ გულისხმობს სადღაცას ტყეში განმარტოებას, არამედ გულისხმობს იმას, რომ გამონახოს უნდა ისეთი დრო, თუნდაც მაშინ, როდესაც სახლში ყველას ძინავს. ცხოველს და ფრინველსაც შეიძლება ისიც რო ყავს თუ არ ყავს რა მნიშვნელობა აქვს და გამონახოს ისეთი დრო, სადაც მისთვის ისეთი სიჩუმე იქნება როგორც უდაბნოში, რომ აი შეძლოს საკუთარ თავთან ლაპარაკი და ღმერთთან ლაპარაკი. არ შეეშინდეს არავის ამ გამოთქმისა საკუთარ თავთან ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავსაც უნდა დაველაპარაკოთ და ეს ლოცვაში გვაქვს მოცემული კრიტელის კანონში ყოველი ესე იგი კონდაკი იგალობება, სადაც მუხლმოდრეკით ვიცმენთ ლოცვას სულო ჩემო აღზრდე რასა გძინავს. ამას ვის ველაპარაკებით, საკუთარ თავს არ მოუწოდებთ ამას. ასე რომ მსგავსი საუბრები საკუთარ თავთან ნამდვილად სასარგებლოა და ეს გახლავთ სათნოების ერთ-ერთი საფეხური, ასე რომ სინელი აი ამ სათნოებების შესახებ გვაუწყებს ჩვენ და გვესაუბრება. თავისი კიბის საშუალებით, მოკლედ ამ კიბის აღწერილობით, სათნოებათა კიბის აღწერილობით. შემდეგი მეხუთე კვირა, რომელიც ჩვენ ახლა ხან გქონდა ჩავატარეთ, ესა გახლავთ მარიამ მეგვიპტელი. და მარიამ მეგვიპტელი გახლავთ განსახიერება იმისა, თუ როგორ უნდა იშვას ახალი ადამიანი. როგორ უნდა დაიბადოს ახალი ადამიანი, სინანულში როგორ იბადება ახალი ადამიანი და რა არის გვიან, ხო? არასდროს არ არის გვიან, როგორი დაცემულობაშიც არ უნდა იყოს, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა და ყველაზე მთავარი, როგორ უნდა მოხდეს შენარჩუნება იმისა, რაც მოიპოვე. აი ამისი მაგალითი გახლავთ მარიამ მეგვიპტელი, მისი დაბადება
სინამდვილეში ხდება, როდესაც მისი თვალები და ღვთისმშობლის თვალები ერთმანეთს შეხვდებიან, ხატი, რომელიც უყურებს მას და ის ვერ შეძლებს ტაძარში შესვლას, ეს გახლავთ მისთვის ახალი როდესაც გააცნობიერებს თუ რატომ ვერ შედის ტაძარში და უყურებს ღვთისმშობლის თვალებს, ეს გახლავთ სწორედ მისთვის აი ის ბიძგი, რომლითაც გაჩნდება ახალი მარიამი, რომლის სინანულიც მთელი ღამის განმავლობაში ცრემლია, დილით ტაძარში შედის ეზიარება, გადადის იორდანეზე მოგეხსენებათ და მრავალ ათეულ წელს გაატარებს ისეთ სინანულში და ისეთ ესე იგი ამ თავისწოდების მონანიებაში და მიაღწევს ისეთ სიმაღლეს, აი ნამდვილ ლოცვას ისწავლის მეთქი, როდესაც ვამბობ, მას გამოუბრწყინდება ნამდვილად ის საღვთო-ნათელი, რაზეც ჩვენ გრიგოლ პალამას სწავლებაზე გქონდა ლაპარაკი, რომ ამ საღვთო-ნათლის შესახებ საუბრობს ის იხასტები, როდესაც აღწევდნენ ბერი ზოსიმე, როდესაც მას ნახულობს. მას მოყავს ისეთი ციტატები სახარებიდან, რომელიც არასდროს არ წაუკითხავს, მინდა გითხრათ. ესაუბრება მათ შორის მის წინამძღვარზე, ზოსიმეს წინამძღვარზე, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს და მიანიშნებს ამ პრობლემებზე. როგორი საჭირო იყო ზოსიმესთვისაც ამ ადამიანთან შეხვედრა, იმიტომ რომ ზოსიმე, რომელიც ბავშვობიდან მონასტერში იზრდებოდა, ფიქრობდა, რომ გარკვეულ სიმაღლემდე იყო მიღწეული სულიერებისა და აღმოაჩინა, რომ ქალი, რომელსაც საერთოდ ისეთი ცხოვრება ჰქონდა გავლილი, აგერ ლოცვის დროს ჰაერში იწევა და მიხვდა, რომ საერთოდ არ არის დამოკიდებული შენ საცხოვრობ, თავარია როგორ ცხოვრობ. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაბადებაა, როგორც გითხარით ახალი ადამიანისა. აქვე უნდა გითხრათ, რომ მარიამ ეგვიპტელი სულ ორჯერ ეზია რა. ეს იყო ერთი, როდესაც იყო უკიდურესად ცოდვილი მაშინ და მოინანია და მეორე, როდესაც უდიდესი სიწმინდესარი მიღწეული ლოცვის დროს ჰაერში იწევა მაშინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ზიარების გარეშე არ შეიძლება. ნუ გადაუწყვეტს ჩვენ საზოგადოებას განსაკუთრებით ეხება ეს, რომ მე ახლა არ ვარ ღირსი, მე როდის გახდება ღირსი, ესე იგი ამის ლოდინში შეიძლება გავიდეს თელი ცხოვრება. ან შეიძლება მოჩვენებითად ამბობდეს, რომ არ ვარ ღირსი და უბრალოდ სხვა მიზეზი იყოს, ან სიზარმაცისა, ან კიდევ სხვა უამრავი შეიძლება დასახელდეს. ამიტომაც ესეც გასათვალისწინებელია მარიამის ცხოვრებაში. დაბადების დროს და გარდაცვალების დროს ის ეზიარება, თუმცა კი სხვადასხვა სულიერი მდგომარეობა, მაგრამ ზიარების საჭიროების გარეშე ადამიანი არ შეიძლება რომ არსებობდეს ის ზიარების გარეშე. ესეთი გახლავთ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება. და შემდეგი კვირა, რომლითაც მთავრდება მარხვა, არც ამ სიტყვამ არ გააკვიროს ჩვენი მაყურებელი, ეს გახლავთ ბზობას ვეძახით ჩვენ ხალხურად შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ეს არის უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ანუ თუ ეს საფეხურები მე ყველაფერი გავიარე, გადავლახე, რაც უკვე მოგიყევით, საკუთარი თავის დანახვით, იმით რომ გამამხნევა ზეიმმა, იმით რომ ლოცვა უნდა ვისწავლო, იმით რა უნდა ვილოცო, თუ როგორ სათნოებებში წარვემატებოდე, როგორ უნდა ვიშვა სინანულში და შევინარჩუნო შემდგომ სიწმინდე ამ შობისა, ეხლა ხდება ასეთი ამბავი, რომ ქრისტე უნდა შემოვიდეს ჩემში. იერუსალიმში პირობითად, როდესაც ვკითხულობთ, რომ ამხედრებული ჩოჩორზე და არ არის შემთხვევით იქ ჩოჩორი, იმიტომ რომ ჩოჩორი გახლავთ ყველაზე ჯიუტი ცხოველი. ვირი ბევრად უფრო ადვილი მოთვინიერებადია, იმიტომ რომ ის უკვე, მოდი ასე ვთქვათ, ჭკუადამჯდარია, უკვე ისეთ ასაკშია, გაზრდილია და ჩოჩორი გახლავთ, მოკლედ, ახალგაზრდა, რომელიც ძალიან ჯიუტია, ურჩია, უხედნავია, გაუწვრთნელია, მოკლედ შეიძლება ასე ითქვას. რაც ახასიათებს ადამიანს ხშირ შემთხვევაში. თავისი სიჯიუტით გამოხატული, თავისი თითქოს ყველაფერი რო იცის და შენ ვერაფერს ვერ ასწავლ. აი ასეთ ადამიანზეა სწორედ გათვლილი ეს ამბავი, რომ მაცხოვარი დაჯდება და როგორი თვინიერი ხდება ეს ჩოჩორი მის ხელში, ისე რომ არსად არ გადაუხვევს, საითაც არ ეტყვის მაცხოვარი და ესე შედის ის დიდებით იერუსალიმში და ეს დიდებით შემოსვლა იერუსალიმში სწორედ შენს გულში უნდა მოხდეს. შენი გულის კარი უნდა გაიღოს ამისთვის. ჩვენ თქვენი გადაცემის საშუალებითაც გვითქვამს ადრე და გავიმეორებ კიდევ რომ ქრისტე დგას ჩვენი გულის კართან და აკაკუნებს. და ეს კარი მხოლოდ შიგნიდან იღება, გარედან არ იღება. არ ძალადობს ქრისტე არავითარ შემთხვევაში თავის თავს, ასე არ შემოანგრევს აი ამ კარს, გამორიცხულია, პირიქით შენთან აკაკუნებს, თუ ეს გზა გამოიარე ადამიანო, ეხლა გულის კარიც უნდა გააღო, ქრისტე შენში შემოვიდეს, სხვაგვარად შენ ვერაფრით ვერ შეიგრძნობ იმ დარჩენილ დღეებს, რომელსაც ჩვენ ვნების კვირეულს უწოდებთ, ვნების შვიდეულს უწოდებთ, იმიტომ რომ ეს განვლილი გზა
თუ კი შემომყვანია ჩვენში ქრისტესი, მაშინ უკვე ქრისტესთან ერთად გავდივართ ჩვენ ყოველივე ამას. თუ არა და ეს რჩება რაღაცა მოთხრობა რომ წაგვიკითხავს სადღაც რაღაცა თუნდაც ისტორიული მოვლენა, რაღაც მომხდარა თურმე იქ ვიღაცას ესე უთქვამს, მე ესე დაუჭერიათ, მე ესე შეურაცხყოფა, მაგრამ თუ კი შემოსულია ჩვენში ქრისტე, ამიტომაც ვთქვი რომ ეს მარხვის დასასრულია, ამ მარხვას 40-თა მარხვა ეწოდება და 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ის მარხვაზე უფრო აღმატებული დღეებია, ჩვენ თითქოს დროითაც გადავინაცვლებთ და იმ რეალური მოვლენების შემსწრენი ვართ, ტაძარში მსახურებაც კი ასე აღესრულება, თითოეული დღეს იქ იმ მოვლენის გახსენება ხდება, რაც მაშინ მაცხოვრის თავს გადახდა, როდესაც ის ხორციელად დედამიწაზე იყო და აი ესე მივიახლებით აღდგომის დღესასწაულს. მე არ ვიცი ხა დრო ჩვენ როგორ აგვაქვს ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. სადღაც მამაკახაბელი. და აი თანაგანცდაზე მინდოდა რომ მეკითხა, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ რომ ამ დღეებში ვთქვათ, ნებიშვიდეულში, რომელიც არის ყველაზე მძიმე დღეები წლის განმავლობაში, უნდა ვიყოთ თანაგანცდელი იესოს ნებისა და აი იმ დღეების სიმძიმის. აი რა გვეხმარება ამაში და აი უბრალოდ რო სიტყვები არ იყოს, ვთქვათ, როგორ ვლინდება ეს ადამიანის აქციელით თუ ქმედებით, როგორ უნდა ვიყოთ თანაგანცდელნი? ამისთვის გულის მომზადება საჭირო, რაზეც გარკვეულწილად ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ეს ერთი და მეორე ყველას ურჩევდი რომ არ დააკლდნენ აი ამ ბოლო კვირის მსახურებებს. ნუ შეძლებს დაგვარად მესმის რომ ადამიანს შეიძლება ესეთი მსახური კონდეს და ფიზიკურად ვერ ახერხებდეს, მაგრამ აი როგორც კი მოიხელთებს რაღაცა გარკვეულ დროს, მაშინვე ეცადოს რომ მსახურებაზე გაიქცეს, იმიტომ რომ მთელი ეს დღეები მსახურებები მიმდინარეობს ყველა ტაძარში კვირის ამ ბოლო დღეებში, როგორც უკვე ვთქვი, გახსენებაა თითოეული დღისა და ეს რაღაცნაირად გამოგზაურებს ქრისტესთან ერთად იმ დროში, იმ რეალობაში, როდესაც ეს რეალურად ხდებოდა ეს ამბები, განსაკუთრებული დღეები მინდა გითხრათ, რომ ეს არის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. და ამ დღეებში მაინც ადამიანმა რაღაცნაირად უნდა მოახერხოს, იმიტომ რომ ეს არის სერობა, როდესაც ზიარების დღე დაწესდა, ეს არის პარასკევი მისი ჯვარცმისა და ჯვრიდან გარდამოხსნისა, ამ ყოველივე მსახურებაში ეს პირდაპირ განამარტო ლოცვა იკითხება, სადაც შინაარსობრივად ეს ყველაფერი იგულისხმება, არამედ რეალურად ამას მღვდელ მოქმედებაში აღასრულებს სასულიერო პირი, როდესაც გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, როდესაც შემოტარება ტაძრის ირგვლივ და ასე შემდგომ და ეს ძალიან დაეხმარება ადამიანს, რომ დაინახოს ის რეალობა, რა ისტორიული მოვლენაც აღესრულა და მის თუ ეს არ დაინახა, ისე მის სულიერ შინაარს ვერ ჩასწვდება, რა თქმა უნდა. ამიტომაც ეს მსახურება გარეგნული აღარ დარჩება მისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად გააშინაარსებს და ნამდვილად უფრო მეტ სიღრმეში შევა, მაგრამ რაც მთავარია, როგორ რა დაგვეხმარება, ეს არის ფიქრი. და ეს არის საკუთარ თავთან საუბარი, რომლის შესახებაც გითხარით, რომ სულო ჩემო აღზრდე რასა გძინავს აღსასრული მოახლოებულ არს, როგორც გალობს ამას ანდრია კრიტელი. გვასწავლის ანდრია კრიტელი ამ გალობაში, სწორედ ასეთი შეძახილი საკუთარ თავთან, ასე უნდა გაამხნევოს მან ბოლო კვირაში საკუთარი თავი და ნამდვილად გამუდმებით უნდა ახსოვდეს ქრისტეს ვნება ყოველ დღე, რომ განცდა კონდეს ამისა და რამდენადაც მეტად და სიღრმისეულად განიცდის ამას, იცოდეთ რომ აღდგომა მისთვის უფრო მეტად ნუგეშინის მცემელი იქნება და აღდგომა უფრო მეტი სიხარულის მომცემი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ნებიშვიდეული ჩაივლის როგორც ჩვეულებრივი კვირა. დიახ, და ამ დღეებში ჩვენ ამ ძიმე დღეებშიც გვახსოვს, რომ აღდგომა არის გარდაუვალი და ეს სიხარული მაინც შინაგანად მიუხედავად მძიმე დღეებისა თან გვდევს, ხო, რომ აღდგომა არის გარდაუვალი. ეს რომ არ იყოს სასოწარკვეთილება გარდაუვალი იქნებოდა, იმიტომ რომ ესე იგი ხედავდე მხოლოდ სიკვდილს, სისხლს, გაცემას, ღალატს, ესე იგი ადამიანობის დაკარგვას, ადამიანის სახის დაკარგვას და ამის შემდგომ ნუგეში არ კონდეს, ადამიანი ამას ვერ გადაიტანდა ნამდვილად. და რა მოხდა აღდგომით, კაცობრიობას რა მოუტანა, რამდენიმე სიტყვით
ბუნებრივია ჩვენ ვეღარ მოვაწყებთ რომ არსზე სრულყოფილად დღეს კიდევ ვისაუბრობთ, მაგრამ აი რა მოხდა შაბათ დღეს ხომ და შემდგომ აღდგომის დღესასწაულით კაცობრიობას რა მიეცა და რა მოუტანა ამან. დიახ, თვითონ კონკრეტულ შაბათზე ჩვენ ძალიან მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის გაარენდებული მთელი სამყარო, შაბათს საფლავთან ვერ მიდიან, იმიტომ რომ არაფრის კეთება არ შეიძლებოდა მოგეხსენებათ ებრაული კანონების თანახმად, ამიტომაც პარასკევს საღამოს სასწრაფოდ ჩამოასვენებენ ჯვრიდან და დადებენ აკლდამაში, რომელიც იოსებ არიმათიელს თავისთვის ჰქონდა მომზადებული და დაუთმომაცხოვარს და შაბათს ისინი სხედან და ელოდებიან მოკლედ როდის დაღამდება შაბათი, რომ სათანადო პატივით დაგრძალონ თავიანთი მოძღვარი და დილით როგორც კი ირიჟრაჟებს ერთ შაბათს ამას ჩვენი სახარება ასე იწყება, ერთ შაბათი გახლავთ კვირა დღეს, რასაც უწოდებთ ჩვენ და მიდიან და ხედავენ პირველად ესე იგი მენელსაცხებლე დედები და შემდგომში უკვე მოციქულები რომ საფლავი ცარიელია და ანგელოზი ახარებს რომ ქრისტე აღდგა. ეს გახლავთ უდიდესი მოვლენა. Qudretით აღდგომა ძველაღთქმაშიც არაერთ გზის გვინახავს ჩვენ, რომ მაგალითად ილია წინასწარმეტყველმა გააცოცხლა მიცვალებული ელისე წინასწარმეტყველმა გააცოცხლა იქ რაღაცა ელისეს ძვლებთან მის საფლავში რომ მიცვალებული ჩადეს, იმანაც კი ესე გაცოცხლდა ადამიანი. ქრისტეს ცხოვრებაში ჩვენ ხედავთ რომ სამი მიცვალებული გაცოცხლდა, მათ შორის ლაზარე, რომელიც 4 დღეს მკვდარია, მაგრამ საკუთარი თავი აღადგინა ადამიანმა. Qudretით ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანური, ეს არის ღვთაებრივი მოვლენა, რომელიც აღესრულა და ამ აღსრულებით უნდა დარწმუნდე, რომ ეს არის სწორედ ის მესია და მხსნელი, რომელიც ღმერთმა ადამიანს აღუთქვა, რომ შენ უნუგეშოდ კი არ გადიხარ ახლა სასופევლიდან. მოვა მხსნელი, რომელიც აღგიდგენს პირველამდე მდგომარეობას და ამ აღდგინებაზეა ლაპარაკი, რომ აღდგა ქრისტე და ამოიყვანა ადამი ჯოჯოხეთიდან და შეიყვანა ცათასასუფეველში და ადამიანთან ერთად ყველა, ვისაც სწამს, რომ ის არის მესია, მხსნელი და მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი. ურმესი მადლობა, ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო არის თქვენი მოსმენა. ბოდიშ გიხდით რომ გადავაჭარბე. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში. 7 გზის ლოცვა მოვისმინოთ და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე
განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული, დაიხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო.
დიდი მადლობა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის შესახებ გიამბობთ სტუმართან ერთად. სკოლის ხელმძღვანელი ნონა მახათაძე გუნდის წევრებთან ერთად გვეწვია. დილამშვიდობისა, რომ მოვბრძანდეთ. დილამშვიდობისა, მადლობა შესანიშნავის შესრულებისთვის. რა შეგვისრულეთ პირველ რიგში რომ გვიტყვათ, რომელი საგალობელი და ნეტარას კაცი, მწუხრი საგალობელი და გელათის სკოლა. რაც შეეხება სამრევლო სკოლას, ვის აქვს შესაძლებლობა სამრევლო სკოლის ამ შესანიშნავი ადამიანების გვერდით დაიკავოს ადგილი? დიახ, გვიხარით დეტალები. დეტალებს მოგახსენებთ. ჩვენი სკოლა გახლავთ პირველი სამრევლო სკოლა საქართველოში, რომელიც მისი უწმიდესობის კურთხევით გაიხსნა 1999 წელს. ხელმძღვანელად დაინიშნა ლია სალაყაია და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა სკოლას. თავიდან მხოლოდ გალობა ისწავლებოდა სკოლაში და შემდეგ თანდათან დაემატა სხვადასხვა საგნები. ძალიან დიდი მადლიერებით მისი უწმიდესობის მიმართ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა წრე სკოლაში არის უფასო. და მრევლს შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ სხვადასხვა საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა საგნებს. მცირე ასაკის მოსწავლებისთვის ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გალობის და ხალხური სიმღერის წრე. ასევე ხატვის, ხელოვნებაცოდნეობის, ხალხური საკრავების, უცხოენა ინგლისური, კალიგრაფია, გვაქვს არაჩვეულებრივი ლექცია საქართველოს ისტორიაზე, პოეზიასა და ლიტერატურაზე, უკვე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის გალობის და ხალხური სიმღერის გარდა ვასწავლით ხეზეჭრას, ხატწერას, ქალბატონებისთვის ხელსაქმეს, წელს დავამატეთ მოზაიკა. მაგრამ გარდა აი ამ წრების შესწავლისა ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. ჩვენი უმცროსი ასაკის გალობელთა გუნდი თანამშრომლობს და მეგობრობს არაკომერციულ ორგანიზაცია ჰეისთან, სადაც სწავლობენ სმენის დარღვევის მქონე მოზარდები. ჩვენ და მათ აქვთ ესეთი პროექტი ბავშვებისთვის და ჩვენი ჯგუფი აქტიურად არის ამ პროექტში ჩართული. ჩვენ მათ რამოდენიმეჯერ ვესტუმრეთ. პირველი სტუმრობა დაემთხვა საღდგომო დღეებს და ჩვენმა მოსწავლეებმა ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით მოამზადეს პრეზენტაცია ფიროსმანზე და ჰეის ბავშვებს გააცნეს ფიროსმანის ნახატები. შემდეგ მორიგ სტუმრობაზე უკვე ახალი წლის დღეები იყო და ბავშვებმა ერთობლივად გააკეთეს საახალწლო მისალოცი ბარათები, ნაძვისხის ათამაშოები. ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლეს სიმღერა ფიფქებო და ახალი წლის მილოცვა ჟესტურ ენაზე და ესე მიულოცეთ მათ ახალი წელი. უკვე მოზარდები, სტუდენტური ასაკის მგალობლები ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებში. ვართ 2022 წლის ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულები ნომინაციაში ქართული საეკლესიო გალობის საუკეთესო გუნდი. მე ასაკიდან აქვს შესაძლებლობა 3 წლიდან ვიღებთ ჩვენ მოსწავლეებს. განსაკუთრებული მონაცემი უნდა გქონდეს თუ არა, ყველას ვიღებთ სამრევლო სკოლა, მაგიტომაც ქვია, რომ აი მრევლს შესაძლებლობა. ქალბატონი ლიაც ესე აკეთებს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ ზუსტად ისე. სამრევლო სკოლის ისტორია გაიხსენეთ და 99 წელს დაგვიწნდა, ხო? გვახსოვს ყველას ეს რა პერიოდია, ის პერიოდი, როდესაც ხდება ეროვნული და სულიერი გამოგვიძება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პატრიოტის რა თქმა უნდა, და ქალბატონი ლია სალაყაიას ძალიან დიდი ღვაწლი ასევე ქართული გალობის წინაშე და დედა ეკლესიის წინაშე. თქვენ როდიდან შეუერთდით? ლია მასწავლების გარდაცვალების შემდეგ უკვე უწმინდესმა ჩამაბარა სკოლა და ესე ერთობლივად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ის გზა, რაც ლია მასწავლებელმა ესე მოიყვანა აქამდე. 36 წელია ჩვენი სკოლას, ჩვენ სკოლას არ შეუწყვეტია მუშაობა. დიახ. თქვენ ძალიან ბევრი მიმართულება ჩამოთვალეთ. რასაც ეუფლებიან თქვენთან მოსული ბავშვები, მოზარდები და პედაგოგები ვინ არიან, ესეც საინტერესოა. ვინ ასწავლის ამ ყველაფერს, რაზეც ისაუბრეთ. დიახ, მოგახსენებთ, ყავს მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგები ყველა წრეში. აი ერთი რო გამოვყო, ან ორი ჩვენ ახლა საეთერო დრო არ მოგცემს მაგის საშუალებას, რომ ყველა ჩამოვთვალო, თუმცა მინდა ახლა ჯგუფზე მცირეწლოვან ბავშვებზე, რომელზეც საუბრობდი, ბრწყინვალე პედაგოგი უდგას ამ ჯგუფს სათავეში. ეს გახლავთ ჟანა იონა გოგინავა, ასევე მინდა ვახსენო ხეზეჭრის პედაგოგი ოლივერ შველიძე, რომელიც საოცრებებს ქმნის აი ამ ხეზეჭრის ხელოვნებაში თავის მოსწავლეებთან ერთად. ოლივერი წლის ბოლოს თავისი მოსწავლეების ნამუშევრებს გადასცემს სკოლას, ეს გახლავთ კედლის ჯვრები ორნამენტირებული და ჩვენ სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში ვარიგებთ საჩუქრას სამრევლო სკოლის სახელით. და წლიდან წლამდე
როგორია დაინტერესება ახალგაზრდების მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი და ეს განპირობებული არის არა მხოლოდ იმიტომ რომ სკოლაში სწავლა არის უფასო, არამედ ყველა საგანში აი პროფესიონალი პედაგოგები ყავს და სწავლის დონე არის ძალიან მაღალი. ეს არის უმთავრესი ფაქტორი ალბათ, ხო, რატომაც ინდომებენ ახალგაზრდები პედაგოგები. კი, ძალიან აი ყველა პედაგოგს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ თავდადებისთვის, იმ შრომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც ისინი ავლენენ საქართველოს ეკლესიის მრევლის თუ თავიანთი საქმის მიმართ და შედეგიც გვაქვს. ეხა წელს კრიტერის საგალობლო კანონზე ვიდექით 100-მდე ქალბატონი და ბავშვი მოსალოდსად როცა მივდივართ ხოლმე ესეთი ლუცვითი გასვლები გვაქვს რეგიონებში ეხლა გეგმავთ და უკვე 200-ს გადავაჭარბეთ და ხელოვნებად სამყაროში როდესაც ყველაფერი მარკეტინგზე და კომერციაზეა დაფუძნებული და უფასოა ეს ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს არის მართლა საოცრება რომელსაც აკეთებ ჩვენ უწმინდეს და ჩვენი ეკლესია ეს არის ჩვენი პატრიარქის ზრუნვა და სიყვარულის გამოვლინება ჩვენს ხალხზე ჩვენს მრევლზე და საქართველოზე და ჩვენ ყველანი ვმადლობთ მას ამ და სხვა უამრავი სიკეთისთვის, რაც მას მიუძღვის საქართველოს. მიღება როდიდან ხდება, როგორ ხდება? 3 წლიდან თქვენ აღნიშნეთ ამ ასაკი, მაგრამ აი რა პერიოდში მოგახსენებთ, ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეში წლევანდელ სასწავლო წელს დავასრულებთ და მომდევნო სასწავლო წლიდან ეს არის 14 სექტემბერი, ჩვენ კვლავ გამოვაცხადებთ ახალი მოსწავლეების მიღებას და ველოდებით ყველა მსურველს. და ზედაზღვარი ასაკობრივი არ არის შეზღუდული, არ არის. მაგალითად მე რომ მომინდეს მე შემიძლია. რა თქმა უნდა. აი სამომავლო გეგმებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ. გეგმები გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის ძირითადი გეგმა, სურვილი, მიზანი, ისევე როგორც ჩვენი სკოლის ტიპის სხვა სკოლების ეს გახლავთ სალოტბარო, საკვირაო თუ სამრევლო სკოლა. მიზანი არის ერთი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი იმ დიდ საუნჯეზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს გულისხმობს საეკლესიო სამხმიან გალობასა და ხალხურ სიმღერას და რა თქმა უნდა საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგებს, რის შესაძლებლობასაც ჩვენი სკოლა იძლევა ნამდვილად მაღალ დონეზე და ველით ყველას დაინტერესებულ მსურველს დიდი სიყვარულით და სიხარულით. და კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს შეგვისრულებთ, რა შეგვისრულებთ რომ გურულ საქო ჩონგურო სიმღერას დილა. და შემადგენლობა შეიცვალა, ხო რომ მოყურე. ეს შემადგენლობაც რაც თავიდან ვიყავით, ისიც მცირე ნაწილი არის ჩვენი გუნდის. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას, სულ ცოტა დრო რჩება ბრწყინვალე აღდგომამდე, ვემზადებით, რა თქმა უნდა, მაცხოვრით ბრწყინვალე აღდგომისთვის და ამჯერად ჩვენ სიუჟეტში გიამბობთ პრაქტიკულ რჩევებზე, თუ როგორ გავახაროთ ჯეჯილი, რომელიც საღდგომო სუფრის ერთ-ერთი ნაწილი არის, ასევე ვნახავთ ვიდეო კოლაჟს, თუ როგორია აღდგომა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში. ვნახოთ ეს სიუჟეტი.
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის სუფრისთვის გამორჩეული სიმბოლოებია წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი. ამჯერად თქვენს ყურადღებას ჯეჯილის შესახებ შევაჩერებთ, რაც სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. იმისთვის, რომ ჯეჯილი გავახაროთ, თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ. ბევრმა დიასახლისმა მცენარის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. დღეს ჩვენ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და საკმაოდ მარტივ მეთოდს გაგიზიარებთ. გირჩევთ ეს პროცესი ბავშვებთან ერთად წამოიწყოთ, რადგან ისინი მცენარეების შესახებ გარკვეულ ცოდნას შეიძენენ და ეს პროცესი მათთვის მეტად სასიამოვნოც იქნება. ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ხორბლის მარცვალი სწრაფად გაღვივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ. ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ. დილას კი ხორბალი უკვე გადავიტანოთ მინის ქილაში, თავი დავახუროთ და ასე დავტოვოთ 24 საათის განმავლობაში. მომდევნო დღეს გაღვივებული ხორბალი უკვე დასათესად მზად იქნება. ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ, 2-3 სანტიმეტრის სისქეზე დააფინეთ ბამბა. ან ჩაყარეთ მიწა. ნიადაგით ფილი წყლით დანამეთ და ზემოდან 1 სანტიმეტრის სისქეზე ხორბალი მოაბნიეთ. ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღვივდეს და გაიზარდოს. ნიადაგი რომ არ გამოშრეს, არ დაგავიწყდეთ დილასაღამოს მისი მორწყვა. პურის მარცვლის სასარგებლო თვისებები ყველასათვის კარგად ცნობილია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარცვალი საკმაოდ სწრაფად ღვივდება და იზრდება. ამიტომ ჩვეულების ამებ მორწმუნეები ჯეჯილს ბზობის დღესასწაულისთვის თესავენ. ზოგიერთი დიასახლისი სათბურის ეფექტისთვის ხორბლიან ჭურჭელს ცელოფანსაც აფარებს. შემოქმედებითი დიასახლისები კი განსაკუთრებულ ჭურჭელს ირჩევენ. ზოგჯერ ამ ფუნქციას მშვენივრად ითავსებს კვერცხის ნაჭუჭიც. სხვადასხვანაირი ფორმების მიცემა კი განსაკუთრებით სასიამოვნო და სახალისო ბავშვებისთვის არის. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მუსიკალური თემით ვაგრძელებთ ისევ ჩვენს გადაცემას. შემოგვიერთდნენ სტუმრები, პიანისტი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, გზა მომავალი თაობის დამაარსებელი, პრეზიდენტი მერაბ ებრალიძე და მისი სტუდენტი ლუჩიანო პანტანო, რომელმაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მინდა მივულოცო
ბატონ ლუჩიანოს ეს წარმატება, we want to congratulate with the first prize you got on the competition. და ასევე კითხოთ თქვენ ზოგადად რომ მოგვიყეთ ამ კონკურსის შესახებ, რა კონკურსი არის საუბარი, რა მასშტაბის კონკურსია და შემდგომ რა თქმა უნდა ლუჩიანოსაც შევეკითხებით უკვე თავის გამოცდილებაზე და ასევე შთაბეჭდილებებსაც კითხავთ საქართველოს შესახებ. კეთილი. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ძალიან მიხარია რომ დაახლოებით 9 თვის მერე ისევ თქვენ ეთერში ვარ, ისევ გარკვეული სასიხარულო ამბებით, შარშან ბრძანდებოდით მე და ჩემი სხვა სტუდენტი ნინი ჩანდერი, რომელმაც შარშან ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მესამე პრემია აიღო და წელს აი ჩამოვედით ისევ, ამჯერად ჩამოვიყვანეთ ჩემი ამერიკელი სტუდენტი, როგორც თქვენ მოახსენეთ პატრიცემ მსმენელს, მაყურებელს, ლუჩიანო პანტანო. წლევანდელი მიზეზი გახლდათ ქუთაისში ტარდება მელიტონ ბალანჩოძის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო მეორე საერთაშორისო კონკურსი. და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით მთელი წელი, ვიცოდით ამის შესახებ, გარკვეული პროგრამაა იქ მითითებული. და მოკლედ ჩამოვედით და ჟიურის გადაწყვეტილებით მოგვენიჭა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი იყო წელს, არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან. და მოკლედ აი არ ვიცი ესე ძლიერ კონკურსანტებთან მოუწია. კი, პროგრამაც მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ სერიოზული პროგრამა იყო ჩვენს მიერ წარდგენილი, დაახლოებით 40 წუთიანი პროგრამა. ეს მოიცავდა ბაროკოს, კლასიკურ სონატას, ვირტუოზულ ეტუდებს, ქართულ პიესას და თავისუფალ ნაწარმოებს და აი ესე გაგვიმართლა ჟიურის გადაწყვეტილებით მივიღეთ პირველი პრემია და ლაურეატის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ლუჩიანოს გვინდა ვკითხოთ, ვიდრე ესე იგი დაგისვამთ შეკითხვას უშუალოდ კონკურსთან დაკავშირებით, ვიცით რომ ეს არ არის თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში და შთაბეჭდილებები რომ გაგვიზიაროთ საქართველოზე ქუთაისზე. We want to ask you about your impressions, to share your impressions about Georgia, about Kutaisi. We know that it's not your first visit to Georgia, to Kutaisi. This is second in Georgia, visit, yes. You're right. Before we ask about competition. Yes. Well, I mean, I'm loving it. It's really amazing here. People are extremely welcoming, extremely nice. It's the first time it was the same way. Now it's even better, you know, because things turned out very well. And I was staying with a host family in Kutaisi, and they could not have been better. It was amazing. There's nothing bad to say. I'm enjoying every minute. შესანიშნავი არაჩვეულებრივი ძალიან მომეწონაოდ პირველი ვიზიტის დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა და ასევე მასპინძლის ოჯახი ახსენა ლუჩიანო, რომელიც განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია. What about competition and what does it mean this victory for you? რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის და ეს პირველი პრიზი რაც აიღეთ პრემია? So, the victory is important for two reasons. For one, you know, obviously for me it's important to, you know, that I'm making a good impression, but it's also very important for my teacher because he is bringing back a student to his homeland to show off the work that he's done and everything. So there's just two sides of that, and so obviously, what you know, I'm proud of him and everybody's proud of him. So my success is a direct reflection of his work. So it's you know, it's important. ესე იგი, ჩემი წარმატებაო არის ჩემი პედაგოგის მუშაობის ანარეკლი და შედეგი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება ჩემთვის, ასევე ჩემი პედაგოგისთვის, რომელსაც ჩამოყავს თავის სტუდენტები საქართველოში და აცნობს მას თავის სამშობლოს და ასევე სამშობლოს აცნობს მათ შემოქმედებას და ეს რაღაცნაირად ორმხრივი მუშაობის შედეგიაო. თუ შეიძლება დავამატებ თქვენის ნებართვით, იცით, ლუჩიანოს აღინიშნოს ის, რომ ლუჩიანო ჩემ სტუდიაში მოვიდა 12 წლის ასაკის, გახლავთ 18 წლის, სულ ეს არის 6 წლის შედეგი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კიდე სიახლე, წელს ორი აბიტურიენტი მყავდა, ლუჩიანო და ნინი ჩანადერი, რომელიც წინა ეთერში თქვენთან ბრძანდებოდა. წელს ჩააბარეს კონსერვატორიაში, სხვადასხვა კონსერვატორიაში, ძალიან წარმატებით, სრული დაფინანსებით, ლუჩიანო გააგრძელებს სწავლას Mannes School of Music-ში, ნიუ-იორკში, პროფესორ პავლინა დაკოვსკას კლასში და ნინუცა გააგრძელებს Manhattan School of Music-ში, ინესა სენკევიჩის კლასში და ეს ძალიან მახარებს, რომ აი ესეთი შედეგები წელს მოიტანა ჩვენმა ნაყოფიერმა მუშაობამ და მე მათ უსურვებ წარმატებებს მომავალში და იმედია, რომ კიდევ უფრო ვიამაყებ ჩემი სტუდენტები და აქვე დავამატებ, რომ ლუჩიანომ წელს დაუკრა ქართული ნაწარმოები, ერთ-ერთი ქართული ნაწარმოები ეს გახლავთ ოთარ თაქთაქიშვილის პოემა, რომელსაც ძალიან სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა მუსიკალური საზოგადოებიდან, ზოგადად დამსწრე საზოგადოებიდან
საზოგადოებიდან და ჩვენ შემოგთავაზეს რომ გალა კონცერტზე ზუსტად ამ პირველი პრემიის გამარჯვებულების გალა კონცერტზე შეგვესრულებინა ქართული ნაწარმოები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, დიდი სიხარულია, რომ აი ესე თუნდაც რომ ამერიკელი სტუდენტი ესე შეასრულებს. გასაგებია რომ ქართველი პედაგოგი ყავს, მაგრამ ნუ რამდენად ეს მიიტანა, კი, ძალიან დრამატული ნაწარმოებია და ნუ დიდი აპლოდისმენტები და ძალიან დიდი გამოხმაურება. ფიქრობდნენ ქართველი ხო არ არის რომ მკითხეს და ნამდვილად იყო ლუჩიანოს შეხება ქართულ ნაწარმოებთან, ხო? არა არისო, მე სიამაყით გეტყვით რომ ჩვენ ამის გარდა ჩვენ არაერთი ქართული ნაწარმოები დაუკარით, ისე როგორც ამერიკაში, ასე ევროპაში, დაკრული გვაქვს ბიძინა კვერნაძის პოემა, რონდო ტოკატალაღიძის, დავითაშვილის ხოვრომი, ასე რომ ის კარგად იცნობს უკვე ქართულ ლიტერატურას და ეს ჩემთვის რაღა დაგიმალდა ძალიან საამაყო ფაქტია. ბატონო მერაბ, ლუჩიანოს პირველ პრემიაზე ჯილდოზე ვსაუბრობთ და მინდა გკითხოთ თქვენი ახალგაზრდობა და წინაწლები რომ გაიხსენოთ პირველი პრემია რამდენი წლის წინ იყო თუ არის შესაძლებლობა ამის იცით რა სამწუხაროდ მე გახლავართ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი მაგრამ სამწუხაროდ მე არ ხვდა წილად პირველი პრემია 99 წელს მონაწილეობდი ათენში მარკო პოლონში პიანისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე სადაც მივიღე მეოთხე პრემია თუმცა საკმაოდ რთული კონკურსი იყო ის იყო სამტურად და შემდეგ ნიუ-იორკში ახალი ჩასული ვიყავი მონაწილეობა მივიღე ამერიკან პროტეჟე კონცერტო კომპეტიციაზე სადაც მომენიჭა მეორე პრემია და გალა კონცერტზე შევასრულე კარნეგი ჰოლში. თუმცა თქვენი სტუდენტები ძალიან წარმატებულია მამულსაო როგორც იტყვიან კონკურსებზე და პირველ პრემიასაც იღებენ. ერთი პატარა ისმინდა ეხა არ ვიცი რამდენად დროულია, მაგრამ ლუჩიანო შარშანაც ასევე გახლდათ მონაწილე ოთარ თაქთაქშვილის კონკურსზე, სადაც სამწუხაროდ ვერ გავიდა მეორე ტურში. ნუ დღემდე ცოტა გაურკვეველია ეს ფაქტი, რატომ მოხდა პასუხი არ არის, მაგრამ ნუ ეს შეიძლება პირიქითაც მისთვის იყო ეს კარგი მამოძრავებელი ძალა, რათა ჩამოსულიყავით და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შემართებით და მზადებით გაგვეკეთებინა და ფაქტის ახეზეა. და ლუჩიანოს ვკითხავ, აი, როდესაც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებს ასრულებ, აი თავს როგორ გძნობ ამ დროს და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის when you perform Georgian composers' work, how do you feel about it? I try to take well, first of all, I try to feel it as if it's something that I can connect to. You know, I'm not actually Georgian, but I try to take everything Merab has taught me, and I don't know. It sort of it seems to work, I guess, because you know I did pretty well, but it's also an honor to be able to perform such work and everything. And this is not our first Georgian piece. You have to mention this. I've played multiple others, and I think I may be getting a bit of a feel for it. ეს არ არისო პირველი შემთხვევა, როდესაც მე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები შევასრულე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივიაო და მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ქართველი, მაინც დიდი მონდომებით ვასრულებო და შემართებით. დიახ. რამე ხომ არ თქვენ ჩემზე კარგად იცით ინგლისური და თუ რამე შემიძლია ძალიან დიახ ეს იცი რა მართლა მეც ხანდახან როგორც პედაგოგს მიყვირს რომ აი ესე ზუსტად როგორ იღებს გუშინ ჩემ პროფესორს ქალბატონ ნინო ქათამაძესაც მოვასმენე და საიდან ესეთი ქართული მეკითხება ნუ არ ვიცი ნუ აი ეს შინაგანი იცით ლუჩიანო იტალიელია ამოშობი ხოთაშორის ერთ-ერთი შესვლამდე მე მას ვკითხე I've asked you about you have Italian origin yes because of your surname yes my father's Italian American so that's where that's from and მისი წინაპრები ჩამოვიდნენ მესამე თაობა მეოთხე თაობა და ალბათ ეს რაღაცა ახლოს დიახ ამერიკაში მცხოვრები იტალიელი დიახ და ეს რაღაცა ახლოს ვართ ჩვენ იტალიელებთან ტემპერამენტით ემოციით და ნუ ეს ყველაფერი ზუსტად გადმოცა მე ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ ამით და ყველაზე ძალიან ის მაბედნიერებს რომ თვითონ პუბლიკამ ისეთი სიჩუმე იყო როდესაც ეს ამ პოემას ასრულებდა მე მეკითხეს რომ ეს ნამდვილად არ არის ქართველიო და მეთქი აი ჩემი მისია შესრულდა How long are you going to stay here in Georgia? რამდენი ხანი რჩებით? Well, we're leaving in a couple days, but we've been here for about 2 weeks. So it's last year, yeah. ესე იგი ორი კვირა აქ ვარო და რამდენიმე დღეში მივდივარო. And at the end of our program I want to ask you about your impressions of about our country Georgia once more. I've asked it in the beginning but I absolutely loved it. I love the food, I love the people. The taxis are extremely cheap, which you won't find in New York. So, you know, it's that's very nice. After American is everything is cheap here. Yeah, a bit lighter on the wallet. But yeah, I'm going to go back and I'm going to tell all my friends that it was amazing. There's
სწავალ და ჩემს მეგობრებს მოუყვებიო რომ ყველაფერი იყოს საოცარიო, ძალიან სასწაული, ძალიან მომეწონა, ესე იგი საქართველოს გარდა საკუთრებით ის რომ ტაქსი ძალიან იაფია და ამერიკას არა მარტო ტაქსის ესე იგი ღირებულება, მგზავრობა, ტაქსით მგზავრობა, არამედ ბევრი რამე ამერიკასთან შედარებით არის პროიაფიო და ნუ საკვებზე გამახვილა, ასე ყურადღება ქართული სამზარეულო მოსწონებია ლუჩიანოს, ისევე როგორც ბევრს მოსწონს. დიახ, თქვენის ნებართვით კიდევ ერთ პატარა განაცხადებით გამომივა, ჩვენ ისევ ბრუნდებით საქართველოში ივნისის ბოლოს, გაიმართება ლუჩიანოს და ნინო ჩანადერის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტების სოლო კონცერტი ალბათ კონსერვატორის მცირე დარბაზში და ასევე 7 ივლისს კონსერვატორის დიდ დარბაზში გაიმართება ჩემი სტუდიის, გარკვეული რაოდენობა სტუდენტების კლასის სიმფონიური კონცერტი ორკესტრთან ერთად, დირიჟორი გახლავთ გიორგი ჟორდანი და ორკესტრის აკომპანიმენტს გაგვიწევს თბილისის ზაქარია ფალეშვილის სახელობის სიმფონიური ორკესტრი. ასე რომ ყველა ჩემს ახლობლებს, მეგობრებს ვეპატიჟები 7 ივლისს და ასევე ზუსტი თარიღი სოლო კონცერტს არ არის, ამიტომ ვერ ვიტყვი. გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, იქაც ნიუ-იორკშიც ვემზადებით რომ გავაკეთოთ კლასის კონცერტი და წინ უამრავი დიდი შრომა, ასე ვთქვათ, გასავლელი და ჩვენ დავბრუნდებით ისევ აუცილებლად უახლოეს. ძალიან დიდი მადლობა გელოდებით და ჩვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Thank you. მადლობა. პიანისტი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, გზამომავალი თაობის დამაარსებელი, პრეზიდენტი მერაბ ებრალიძე და მისი სტუდენტი, პიანისტი ლუჩიანო პანტანო იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე ემსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღესდღეობით. ნახვამდის.